გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ოპოზიციის მორიგი აღიარება. ოჯახის სიწმინდის დღეს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა გაემიჯნა. საგამოძიებო კომისიის ხდომა გრძელდება 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე ისაუბრეს ნონა გაფრინდაშვილმა შვილთან ერთად დავით ლორქიფანიძემ და გია ბურჯანაძემ. ნინო არღულიანია დეტალებით პირდაპირ ეთერში. რამდენიმე წუთის წინ საგამოძიებო კომისიაზე აჩვენეს ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ გაუსწორდა ნაციონალური მოძრაობა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და ჩანს ისიც, რომ რამდენიმე საათში სისხლიან რუსთაველზე მიხეილ სააკაშვილმა 26 მაისი იზეიმა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ წუთებში ლუკა კურტანიძის მოსმენა მიმდინარეობს, მანამდე კი ჩვენ მოვუსმინეთ ნონა გაფრინდაშვილს და მის ვაჟს, რომლებმაც დეტალურად გაიხსენეს თუ როგორ განვითარდა მოვლენები 26 მაისს დედაქალაქის მთავარ მოედანზე. ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ისინი ღამის გათენებას არ აპირებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ მეორე დღეს 26 მაისის აღნიშვნას აპირებდა მიხეილ სააკაშვილი, მათ მხოლოდ კონცერტის ჩატარება უნდოდათ 25-ში ღამე, თუმცა რეჟიმმა ამის შესაძლებლობა არ მისცა და 25-ში ღამე რუსთაველის გამზირზე დაიწყო აქციის მონაწილეების სასტიკი დარბევა. ნონა გაფრინდაშვილმა გაიხსენა უშუალოდ ფაქტები, რომელსაც ის თავად შეესწრო რუსთაველის გამზირზე და როგორც თქვენც აღნიშნეთ, ის შვილთან ერთად იმყოფებოდა ამ დროს რუსთაველზე, რომელმაც ასევე ისაუბრა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რომელიც უშუალოდ მის მიმართ განხორციელდა. დღეს ისაუბრეს იმის თაობაზეც, რომ 26 მაისის ღამეს აქციის დარბევას რამდენიმე ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. სახალხო კრება შეიქმნა რატომ? ძალიან პატივცემული ადამიანები იყვნენ იმ ჯგუფში და როდესაც საკნების ის აქცია აიღეს, მაშინ დაწყნარდა სიტუაცია და აი ამ ასამაღლებლად მოხდეს, იმიტომ რომ ის რეჟიმი, რა რეჟიმი, სადისტური რეჟიმი იყო იმ დროს, არ შეიძლებოდა რომ ჩუმად ყოფილიყო ყველაფერი საქართველო. არც ერთ აქციას ერთი გადაცდომაც კი არ ყოფილა. მარტო ლაპარაკობი ჩვენ და იქ ვინც მოდიოდა, არ გვიმუშავია ნათესაებშიც კი, რომ გინდა თუ არა ჩვენს გვერდში დამდგარიყო. ჩვენ მივიღეთ ესეთი ისა, რომ ჩაგვიტარებინა აქცია, გველაპარაკა და ვინაიდან 12 საათზე უკვე დამოუკიდებლობის დღე დაიწყებოდა, იმ შემთხვევაში თუ ხალხი იქნებოდა, კონცერტი ჩაგვეტარებინა. 12:08 და 10 წუთი წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე ძალოვანი სტრუქტურების და გვითხრა, რომ დავშლილიყავით. ჩვენ ვთხარით, რომ ხელში გვეჭირა სანთლები. ვთხარით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამის გათენებას. დაახლოებით 1000-მდე ადამიანი იყო. 12 საათზე ისეთი რაოდენობის გაზი გაუშვეს და იმდენი ტყვია დაგვახალეს. ხალხმა სადა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი არ ქონდა და ვის ხელში ჩაუვარდებოდა, ხო ყველას აგდებდნენ. ესე იგი ხელბორკის ადებდნენ, ცემდნენ ფეხებით, ხელებით. ჩემი ახლობლები რო იყვნენ იქ. ერთს მაგალითად ვერ აიტანა მისმა გულმა ეს გაზის აი ეს ოდენობა რაც გამოუშვეს, რომ ამოდინმე დღეში გარდაიცვალა, გულმა ვერ გაუწია. მე დავარდნილი ვიყავი, მე რო ჩამოვედი იმიდან სცენიდან, დათოს მეგობარმა წამომაყენა და დაიწყო ძახილი, რომ ნონა გაფრინდაშვილი გამომყავს და არ ესროლოთ. და არ მისროლეს. იმათ ინტერესში არ იყო ჩემი განადგურება. იმათ უნდა და ხალხში შიში კიდევ მაგრა წასული. რამოდენიმე დღე მევწვებოდი, უბრალოდ მთელი დაბეჭილი იყო ჩემი ის ძალიანად ორგანიზმი. ჩემი ძლის ძმა თემურ ლოგოა. რეზინის ტყვიები მოხდა სახეში და ეცა სპეცნაზის მანქანით მას გადაუარეს მკერდზე. საბურავის კუთხე მყური მოაგლიჯა. უკან გადმოუარა ისე იგივე მანქანა. და აქ მას სკალპი იმ ხარეს ყური მოგზი ახტილი ქონდა. მივარდენა დასხეასო მოშიშკრებულ თავის ქალაზე ფეხს კიდევ აბიჯებდნენ შეძახილით. რუსის მონა საქართველოს როგორ გაწერია ქურთუქზეო. ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, ეს მგონი კვდებაო და ჯობიაო სასწრაფოში ჩავსვათო. ქირურგმა, რომელმაც ოპერაცია გაუკეთა, ვერ დაიჯერა და ამბობდა თურმე რომ აფხაზეთში ვიყავი ომის დროსო, იმდენი ოპერაცია გავაკეთეო და მსგავსი ბინძური ჭრილობა არ მინახეო. ან და ასავალ-დასავალი ჟურნალისტი
40 წვია მიჯნით 40 წვია ესროლეს. 9 აპრილიც კი მოიყვანეთ მაგალითად, როდესაც მართლაც სულ სხვა ვითარება იყოს ამ შემთხვევაში საოკუპაციო ჯარი არბევდა მომიტინგეებს, მაგრამ იქაც კი დატოვებული იყო ყველა მხრივ გასაქცევი ადგილი. აქციის დაშლას აქვს თავის გარკვეული წესები. აქ როგორც თქვენც აღნიშნეთ, იყო ყველაფერი ისე გადაკეტილი, რომ აქციის მონაწილეები უნდა აი ამ ყულფში მოქცეულიყვნენ და ამ ყულფში მათზე მიზანმიმართული სასტიკი ანგარიშწორება მოხდარიყო. ეს იყო სპეციალურად ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია. იქ ადამიანები იდგნენ წყნარად, სათლები გვეჭირა ხელში კადრი ვნახე. უცნობი, რომელიც მოსული იყო კონცერტის შესატარებლად, დასისხლიანებული როგორ გამოდის შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ერთხელაც არ მიგვიცია საბაბი, რომ დაშლის მოტივი ქონოდათ. მე მიმაჩნია, რომ ისტორიაში ეს ერთ-ერთი შავი ფურცელია. რო წამოვიდა ეს ტყვიების წვიმა და ისეთი რაოდენობის გაზი იყო, რომ უკვე ცუდად ხედავდით, ცუდად სუნთქავდით. ტყვიები და ამ დროს მოხვდა მახსოვს კონდახი. ხელბორკილები რო დამადეს იმის მერე სანამ უნივერმაღამდე, მაშინდელ უნივერმაღამდე მიმათრევდნენ, 6 ჯერ დამაწვინეს გზაში და 6 ჯერ გამლახეს. და შტაბ-ეშტილება რჩებოდა, რომ 1-2 სპეცნაზელი შემოირბენ და ამ დაყრილ ადამიანების ჯგუფში, ან კონდახით, ან ხელკეტით, რამდენიმეს დაარტყავდა თავში და სახის არეში, რო ყურადღება მიექცია თავიანთი ხელმძღვანელობით. თავი მოეწონებინა, რომ კარგი პრემია მიიღო. მე სახე გაგლეჯილი მქონდა. მის ოპერაცია გამიკეთა. მან თქვა, რომ ეს არის გახრეტილიო ტუჩი. და ავტობუსი წაგვიყვანეს პოლიციის სამმართველოსთან. პირველი რაც დავინახე, დერეფანში, საჩინელ დღეში დაცემი ლუკა კურტანიძე. და დავინახე მეორე კოტე კოჩიაშვილი. რო დამინახა მომაძახა, რომ არ ინერვიულო ნონაო გამოყვანილი მყავსო რა. ანუ მივხვდი, რომ დედა ჩემი გადარჩა, იმიტომ რომ ჩემი ცოლის ძმა მის სკალპახტილ თავზე ანუ იხტუნავა რამდენიმე სპეცნაზელმა. დაიწყეს ჩემი პიროვნების გამოკვლევა რა. და ამ მომენტში უკვე გაიგეს, ვინც ვიყავი, ითათფირეს და ჩამიყვანეს ქვემოთ სარდაფში და დამაგდეს დიღომში. და მე და თემო სახში ვიწექით და რამდენიმე ნათესავმა გაბედა სანახავად მოსვლა. მაშინ სანახავად ვერ მოდიოდ. რამდენიმე მოვიდა და მანქანები სხვა ქუჩებზე გავაჩერეთ. თქვენთანო მანქანები მორიგეობსო. კუდი, სოდი ეზოსთან ორივე შესასვლელთანო ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი. მეორე დღეს ბიზნესის რეკეტი, მედია ტერორი, აგვისტოს მოვლენები და არჩევნების გაყალბება ეს ის საკითხები იყო, რის გამოც ხელოვანები 2011-ში ქუჩაში გამოვიდნენ. ეს გაიხსენა გია ბურჯანაძემ, რომელიც დღეს ასევე გამოკითხა კომისიამ. მან გაიხსენა დეტალურად 2011 წლის 26 მაისის ღამე და თქვა, რომ რეჟიმმა რეალურად იმაზე მეტი ადამიანი მოკლა იმ ღამეს, ვიდრე ოფიციალურად არის ცნობილი, რადგან გია ბურჯანაძე ყვება, რომ ადამიანებმა ისეთი დაზიანებები მიიღეს, რომ 26 მაისის შემდეგ მისი ინფორმაციით რამდენიმე ადამიანი ასევე გარდაიცვალა. მე კი ვიყავი ქუჩაში, სულ ვიბრძოდი, მაგრამ სპექტაკლებს არ ვაცდენდი. და როდესაც ადამიანი ბილეთს ციხეს მოდის შენსანახავად, შენ არ აქვს უფლება, რომ ჩემი თუნდაც გაიფიცო. ძალიან მართალის რო იყო ჩემი ქვეყნის წინაშე, რომ მე იმ ადამიანებს უღალატო. პირადად ჩემი мотиваცია, როდესაც შევერთდი სახალხო კრებას, ეს იყო მედია თავისუფლება, არ არსებობდა ტელევიზია. ბიზნესის ტერორი. ჩვენთან და ჩემმა მეგობარმა 40 ხაჭაპური მოგვიტანა მაშინ. 2011 წლის გამოსვლებზე და მეორე დღეს მანქანა წაართვეს არჩევნების თემა. მაშინ საარჩევნო სიებიც არ არსებობდა. ყველაზე დიდი რაც იყო პროტესტი, ეს იყო 2008 წელს დამანგრეველი ომის თავიდან არაცილება და შევძვერით სხვენში, კინოთეატრის სხვენში. და ვიფიქრეთ, რომ მაი გადავრჩით ახლა დაჭერას დარბაზში რაც ხდებოდა, ხედავ. ხალხი ყავდა ჩაყრილი რიგებს შორის. და დარბოდნენ ამ ხალხს. ადებდნენ იმებს რაღაცა პლასმასის ისინი იყო ბორკილები, რომელიც საშინელება იყო იმის მერე მარჯვენა ცერატითი ჩემი არ მუშაობს. ერთ-ერთმა თქვა, რომ აქ მე მგონი ეხლა ესენი ჩაატარებენ აღლუმსო, ისინი შემოვლენო სნაიპერებიო თუ რაღაცა და პირდაპირ გვესვიანო რა და აქედან უნდა წავიდეთ.
ჩამოვძვრით და უსვამ გაგვანათეს რაღაცა და დავნებდით იმასა ხელები აციეთ გადმოდით სამაპატიმრეს ვერ გადმოგვიყვანეს უკვე დიღომში დიღმის სამმართველოში და რო შემიყვანეს კედლები იყო რატომღაც სულ სისხლით აი ესე თითქოს აი საღებავით აი ესე ჯაგრისით რო გაუსვა ამ კედლებს და ოთახებში გამოდიოდა საშინელი ხმები რა ქვია კამერაში ვარ რა და მარტო ვიყო 4 ახალგაზრდა ბიჭი არ შემოიყანეს შემოიტანეს და დადეს სისხლში მოსვდი შემოხეული ყველაფერს უყურებდა მეთქი მესნობი მეთქი და ვინახარ მეთქი ნიკო ვარ გიაბიძეო ჩემი მეზობლი აი ვერ ვიცან ისეთი ნაცემი სტრესებმა და ამათმა გამოიწვიეს ეს ყველაფერი ალბათ ეს ჩემი ეს ვიტილიკო ეს ჩემი ნერვიული დაავადებები და ეს რატომღაც ესე დამკვიდრდა რომ აი მარტო ნიკუშა კვინტრაძე და სულიკო-ასათიანი დაეუბნენ იმ ღამეს. უფრო მეტი ადამიანი შეეცირა. ვექსო ფორჩხიძე იყო ეგეთი, უთხრა რომ მუცელში არ დამარტყათ ბიჭებო, ისა მაქვსო. გვეძილი მაქვსო დაზიანებული. იმდენი ურტყეს მუცელში რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ასევე ავტომეტრეველი. იმდენი ურტყეს, რომ თვე ნახევარში გარდაიცვალა. ერთი კაცი სახელდაგვარს იმისას არ ვიტყვი, იმან თავი ჩამოიხჩო ერთ კვირაში. ეს ორი ცხედარი თქვენი აზრით ვერ მოასწრეს ტერიტორიიდან გატანა გადასვენება თუ რატომ შემოდეს იქ ჯიხურზე? ჩემი ვარაუდით რა არცით რომ გაცემა და ვეღარ მოასწრეს ეთქობა, იმიტომ რომ იმის რეცვა დაიწყეს. თვითონ პროსპექტის, იმიტომ ის სისხლიანი იყო. ნიკუშა ნახეს ბიჭებმა დაპატიმრებული ყავდათ. და თუ დაპატიმრებული იყო, ვერ როგორღა გაიქცათ, იმიტომ ვერავინ ვერ გაიქცა. ესე იგი ხელებს შეკრული კაცი შემოახვდა და იქაც მე მგონი ნაპოვნი ხელებს შეკრულები იყო. იმ თეატრში, სადაც თქვენ აგრძელებდით ყველანაირი ჩავარდნის გარეშე საქმიანობას და მოღვაწეობდით. მიშა სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის დროს თუ იყო პოლიტიკა შემოტანილი თეატრში, თუ იყო თქვენს წინააღმდეგ რაიმე ტიპის ან შენიშვნა გაცემული. კინოდან გამაქრეს, იმიდან გამაქრეს, აქვენ ტელევიზიიდან. მაგრამ როლებზეც იგრძენით ეს, რომ თეატრში როლებს ისე მარტივად აღარ გაძლევდნენ. კი, რა თქმა უნდა. აი თვითონ ურთიერთობაშიც მერიდებ ძალიან. ერთადერთი ოთარ მეღვინეთუხუცესი რეკავდა თურმე და კითხულობდა რომ აბა რა შვილა ბიჭი როგორ არის და რო გამოვიდი ოთარი მოვიდა პირველი მის ნახა. 26 მაისის აქციის დეტალებს ამ წუთებში კომისია უკვე ლუკა კურტანიძისგან ისმენს. პირდაპირ ეთერში ნინო არღულიანი საუბრობდა. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის პროცესი გაიმართა. მამუკა ხაზარაძის კი ამ წუთებში მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ გირაო, რომელიც გადაიხადეს, ახლა კი საქმის განხილვა გრძელდება. ბადრი ჯაფარიძის მხარეს ჰქონდა რამდენიმე შუამდგომლობა, სხდომაზე იყო პოლიტიკური განცხადებებით, საბოლოოდ საქმე არსებით განხილვას გადაეცა. დაცვის ხარისხის მომდევნო ოფიციალურად დასაშვებობის ნორმაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ამ ფიქსეს დაცვის ხარისხის სასამართლოს გამოვლენა ოფიციალურად ნუსხა იმ გამონაკლისით რომ ოფიციალურად ნუსხის დასაკვირვებასიდან ამოვიდეს რომ დასაკვირვებაში მეორე ნუსხიდან მიერ პუბლიკაციის ინტერვიუები იაზულიანი ალექსანდრე შემანაშვილი აღზარდუშავი აღასავია სოლათუმარი ულამაჭარაშვილი ილიასია იასტარაშვილი დაცვის ხარისხის ინტერვიუებს ოფიციალურად დაშუქეს საფსარსელი განხილვაზე ეს საგამოძიებო კომისია არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნას. უკანონო კომისიამ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. თუმ უკანონოა, მაშინ რატომ ითხოვდით ამ ადამიანების გამოკითხვა? იმიტომ რომ მათი მოყვანა ძალიან მნიშვნელოვანი არის მოწმეებად. ხსენებულ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას დაცვის მხარემ არ ჩაატარა იმ მოწმეთა გამოკითხვა, რომელთა დაკითხვაც შემდგომში სურდათ სასამართლოში. შესაბამისად მათ არ წარმოუდგენიათ შესაბამისი გამოკითხვის საქმეები, გასაუბრების საქმეები, ამიტომ ბრალდების მხარემ მოითხოვა ამ მოწმეთა დასაკითხვითა სიიდან ამორიცხვა, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ. პრემიერ-მინისტრი პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს ლევან წურწუმიას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და პორტუგალიაში არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა ლევან წურწუმიას ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გერმანიის ელჩმა აღიარა, რომ პოლიციელზე ხელის დარტყმა დანაშაულია, თუმცა სასჯელის ზომას და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლს იწუნებს. ოპოზიცია დიპლომატის მხრიდან მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობას ვერ ხედავს. მმართველი გუნდის განცხადებით ელჩების ნაწილი დიპლომატიურ ჩარჩოს გასცდა და ცდილობენ სასამართლოზე გავლენის მოხდენას. გერმანიაში არ გვაქვს უფლება პოლიციელ სილა გაარტყა, რა თქმა უნდა. ყველამ ნახა ეს სილა. საკითხავია, ნამდვილად იმსახურებს ის 4-7 წლამდე პატიმრობას. თან უკვე 4 თვეა ციხეშია. იქნებ ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რაც ჩაიდინა. ემსახურება თუ არა მართლმსაჯულებას ის, რომ ის კიდევ უფრო დიდხანს დარჩეს პატიმრობაში და შესაძლოა მრავალწლიანი სასჯელი მიიღოს. როგორც გერმანიის, ისე ევროკავშირის სტანდარტებით ეს იქნებოდა გადამეტებულად მკაცრი სასჯელი. რა თქმა უნდა, ვეთანხმებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის განცხადებას. მიადგა, აი რა არსებით ზიანზე არის საუბარი. ზიამაღლობელი არის მსხვერპლი იმ სისტემის, რომელმაც ის გამოკეტა ციხეში, ჩემთვის ეს ჩვეულებრივი მოცემულობაა. რა თქმა უნდა, ესეთი ქმედებისთვის გერმანიაში ძალიან მკაცრი პასუხისმგებლობის წინაშე დადგებოდა ესა თუ ის მოქალაქე გერმანიის და რა თქმა უნდა, ამას ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვებოდა. გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არავის არ აქვს უფლება, რომ ჩაერიოს სასამართლოს კომპეტენციაში. ელჩმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქციები და იგი არ უნდა დაემსგავსოს ოპოზიციის წარმომადგენელს. იმიტომ რომ ესეთი განცხადებები შეიძლება იყოს გარკვეულწილად სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა. ის რაც შესაძლებელია თურმე ევროკავშირის ქვეყნებში, ის არ უნდა განხორციელდეს საქართველოში. ის რაც დანაშაულია ევროკავშირის ქვეყნებში, ამ დანაშაულის მიმართ ჩვენს ქვეყანაში უნდა გამორჩეულად მოიქცნენ და ისე არა როგორც ევროკავშირის ქვეყნებში. არა სასამართლო დარბაზში ჯდომით და მოსამართლეზე ზეწოლით, არამედ შიდა წყნარად, როგორც ამას ვენის კონვენცია კარგახობს, დაელოდონ სასამართლო გადაწყვეტილებას, ეს იყო პირდაპირ მნიშვნელობით ზეწოლა ქართულ სამართლმსაჯულებაზე, ესე იგი ზეწოლა ქართულ სახელმწიფოზე, რაც ბუნებრივია არა თუ დიპლომატიური ეტიკეტის, არამედ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მიღმა დგას, რაც ნამდვილად არ ეკადრება არც ერთი ქვეყნის ელჩს. თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით 127 დღე დარჩა, საჯაროდ ყველა უარყოფს, თუმცა ფაქტებითა და განცხადებებით დასტურდება, რომ ოპოზიციის უმრავლესობა არჩევნებისთვის ემზადება. ნაციონალურ მოძრაობაშიც თქვეს, რომ ლელო და გახარია რეგიონებში უკვე სიებს ადგენენ. ლელო კითხვებს გაურბის, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ოპოზიციაში დავალებებს ელოდებიან. საგამოძიებო კომისიაზე ვარ აქ. თვითმმართველობის არჩევნებზე მაქვს მე შეკითხვა. თქვენი კოლეგები გდებენ ბრალს, რომ საგამოძიებო კომისიაში ვინ არის ოპოზიციიდან დამისახელეთ ერთი წევრი. ერთი წევრი დამისახელეთ. გეკითხები თვითმმართველობის არჩევნებზე. განაწილდით ამბობს, რომ ლელო რეგიონებში მუშაობს. მე მკითხავი ნამდვილად არ ვარ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე შემიძლია მქონდეს ჩემი პოზიცია, მორიგ სპეცოპერაციაში მონაწილეობა მე არ მიმაჩნია გამართლებულად. ესეთი მოქმედებები ცალსახელ ერთხმაზე მიუთითებს, რომ ისინი ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ნუ როგორც ჩანს, უნდათ გაიგონ საზოგადოებაში კონკრეტულ ვთქვათ, ეს იქნება ქალაქი თუ სოფელი, მოსახლეობა რას ფიქრობს ამა თუ იმ კანდიდატზე. უბრალოდ წინა საარჩევნო სამზადის გავს ძალიან ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ფიქრობენ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურული ოპოზიცია, რომელიც იღებს დავალებებს მათი პატრონებისგან და შემდეგ ამ დავალებებს ასრულებს. ნაწილი ამ აგენტურული რადიკალური ოპოზიციისა ღიად აცხადებს, რომ ყოველ შემთხვევაში მათ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამთ, მაგალითად გახარია, არის მეორე პარტია, რომელიც ასევე დაიარება რეგიონებში და ცდილობს მხარდაჭერების მობილიზებას და კიდევ არიან რადიკალი პარტიები, რომელიც გულზე მჯიხს ირტყავენ და ამბობენ არ მივიღებთ მონაწილეობაზე, თუმცა გამორიცხავს, რომ წინა საარჩევნოდ, როგორც კი მოვა ამის შესაბამისი საკანონმდებლო დრო დაეწყვნენ ეს პარტიები და ყველა დარეგისტრირდეს თვითმმართველობით არჩევნებს. პატრიარქის დაწესებულ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს ოპოზიცია არ შეუერთდა. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობიდან არც ერთი ოპოზიციონერი არ იმყოფებოდა ქაშვეთთან და მათ არ მიუღიათ მონაწილეობა მსვლელობაში. შეფასებებს გიორგი აბაზაძე გაგვაცნობს.
ტრადიციული ფასეულობებისგან შორს, ასეთია კოლექტიური ნაცმოძრაობის message box-ი, რომელიც ჯერ 17 მაისის აღნიშვნას გაემიჯნა, დღეს კი კითხვებზე პასუხს გაურვის. ეკლესიის მოწოდება და საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთა მათთვის არაფერს ნიშნავს. ქართველი ხალხის გაერთიანებამ რადიკალები ისე გააღიზიანა, რომ ქუჩაში გამოსული 100,000 ადამიანი მათთვის პარტიული შეკრების მონაწილე იყო. ესეც უკვე მათი დღის წესრიგია, ებრძვიან და მათთვის მიუღებელია ყველაფერი, რაც არ ჯდება მათივე ინტერესებში. ოჯახის სიწმინდის დღეს მაგ თემაზე არ ვეწერები. საზოგადოების უმრავლესობის არ ვეწერებით ხო, არ გეწერები. ქართული ოცნების მხრიდან ოჯახის სიწმინდეზე საუბარი არის თითიდან გამოწოვილი. ხელისუფლების შეკრება იყო ქართული ოცნების თუ ეკლესიის? კარგი, ახლა რამდენ ხალხს უნდა მდიო? ოჯახის სიწმინდის დღეს რატომ არ შეუერთდით? მე პირადად ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ოჯახის სიწმინდე ყველასთვის მნიშვნელოვანია. საქართველოში რომ ყოფილიყავით და ესწრებოდით, შეუერთდებოდით? გიპასუხეთ. ოპოზიცია უპირისპირდება ქართულ ხალხს და ეროვნულ ინტერესებს. ასეთია ქართული ოცნების პოზიცია რადიკალების განცხადებებზე, როგორც ამბობენ მართველ გუნდში, კიდევ ერთხელ ადასტურებენ ისინი განცხადებებით, რომ მათთვის მთავარია მხოლოდ მათი ვიწრო პარტიული ინტერესები. ერთი მუჭა მოვალატეები, შულავერის კომიტეტები სამწუხაროდ ყოველთვის იყო საქართველოში. ჩვენ ვისურვებით, ამაზე პრემიერმაც განაცხადა, რა თქმა უნდა, რომ ეს მცირე ადამიანებიც კი არ დარჩნენ ამ დიდი დღესასწაულის მიღმა და ყველამ გაიაზროს რაოდენ მნიშვნელოვანია ერთიანობა, გაერთიანება ოჯახური და ტრადიციული ღირებულებების გარშემო. თუმცა, რა ვქნათ, მაშინ, როდესაც ღალატი ამწუხაროდ საქართველოში მუდამ იყო და დღესაც აი სადაც მცირე ჯგუფი ადამიანების იგივეთი არიან დაკავებული, რასაც თავის დროზე ორჯონიკიძე და შულავერის კომიტეტი აკეთებდა. მილიონამდე საქართველოს მოქალაქე გამოვიდა, ქართველებიც, ქრისტიანებიც, სხვა ეთნიკური თუ რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, იმის გამო, რომ ოჯახი ყველა რელიგიაში, ყველა ქვეყანაში, ყველა ერისთვის არის წმინდა და ძვირფასი. მათი მცდელობა გაემიჯნონ ეკლესიას, გაემიჯნონ მრევლს, გაემიჯნონ ქრისტიანულ ღირებულებებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათთვის მთავარია მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური და პარტიული ინტერესები და არ არსებობს რაიმე ღირებულება, რომელიც მათ შეიძლება აკავშირებდეს ქართულ ხალხთან. გახსოვთ თქვენ რა მოხდა 9 აპრილის მემორიალთან დაკავშირებით, გავიხსენოთ აგერ 17 მაისი არც ერთი ოპოზიციონერი უბრალოდ მონაწილეობა არ მიუღია, წარმოიდგინეთ თქვენ 10 ქალაქში ერთდროულად ჩატარდა მსვლელობაც, პარაკლისიც, როგორ დავიჯერო, რომ ან ღმერთი არ წამთ, ან საკუთარი ოჯახები არ უყვართ, ეს კუთხუილია. აქაც ცდილობენ, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება შეიტანონ, ნახეთ როგორ მოიხსენიებდნენ იმ ადამიანებს, ვინც აქციაში იღებდნენ მონაწილეობას, გეგონებათ ან საჯარო მოხელეს, ან კერძო კომპანიაში დასამხებულ ადამიანს არ ქონდეს უფლება ეკლესიაში შევიდეს, ილოცოს, ოჯახი უყვარდეს და იცავდეს ჩვენს ძირითად ღირებულებებს და ტრადიციებს. ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებულმა 100,000 ადამიანმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 17 მაისს საკუთარი სათქმელი თქვა ეროვნული ფასეულობების სადარაჯოზე დგომა, იმ ფასეულობების დაცვა, რაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება. ეს გიორგი აბაზაძე იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხმაზე მოусმინეს ნათია თურნავამ 2024 წლის ანგარიში წარადგინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით გასულ წელს ინფლაცია სტაბილურად დაბალ დონეზე შენარჩუნდა, რომელიც უმეტესად შიდა ეკონომიკურმა ფაქტორებმა განაპირობა. ნათია თურნავამ კომიტეტის ხმაზე ისაუბრა საერთაშორისო თანამშრომლობაზეც და განმარტა, რომ ეროვნული ბანკი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპის ცენტრალურ ბანკთან მუშაობას აქტიურად განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ინფლაცია კვლავ სტაბილურად დაბალ დონეზე შენარჩუნდა და საშუალოდ წლიურად 1,1%-ს შეადგენდა. 2024 წელს ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი შედარებით მყარ პოზიციაზე შენარჩუნდა, რაც დაბალი ინფლაციის ხელშემწყობი იყო. აქ არც თუ ისე ბევრია ასეთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მაღალია ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტორისა, ინფლაციური გარემო სტაბილურია და ფასების დონე ინფლაცია არის დაბალია. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 4,4 მილიარდ აშშ დოლარი იყო. 2024 წლის დასაწყისში ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სავალუტო ინტერვენციების გზით საერთაშორისო რეზერვების შევსება ხორციელდებოდა. წლის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შევსება კვლავ განაახლა. გასულ წელს SEB-მა სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია განახორციელა და 24 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა. ეს ჩვენს ისტორიაში პირველად მონეტარული ოქრო გახდა ჩვენი რეზერვების ნაწილი. იმ უსამართლო დამოკიდებულების ფონზე, რაც ხორციელდება
პოლიტიკურ ჭრილში საქართველოსთან მიმართებაში ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან მაინტერესებს ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას, მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ მიზეზთა გამო პროგრამა შეჩერებული არის, მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ შევასრულეთ ყველა საშუალებიანი მიზნობრივი მაჩვენებლები ამ პროგრამასთან დაკავშირებით და ამაზე გვექნება მსჯელობა, შემდეგი მისია ჩამოდის სულ მალე. ამასთან გრძელდება სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა ტექნიკური დახმარებების ფორმატში, მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში მივიღებთ მისიას და გავაგრძელებთ საუბარს შემდგომ, ასე ვთქვათ, ურთიერთმისაღებ და ჩვენთვის მეტად ხელსაყრელ ფორმატზე. მსოფლიო ბანკთან არაერთი პროექტი ხორციელდება. აქ არაერთი ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს მსოფლიო ბანკი. გავაძლიერეთ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონში, მათ შორის ცენტრალურ ბანკებს შორის მემორანდუმების გაფორმების თვალსაზრისით. ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების კვირეული დაიწყო მიზანია სტუდენტთან და კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების მხარდაჭერა. ღონისძიებაში 163 სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია მონაწილეობს. წარმოდგენილი იქნება მთელი კვირის განმავლობაში 170 კომპანია, კერძო კომპანიები, რომლებიც ჩვენ სტუდენტებს დაასაქმებენ, მათ შორის მიმდინარეობს საუბრები, მათ შორის მიმდინარეობს გამოკითხვა და ჩვენი სტუდენტები, რომლებიც ყოველთვის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ხონა იყო ჩვენს კურსდამთავრებულებზე საქმდებია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით ვიმყოფები. ქართულ უნივერსიტეტთან ერთად ინჟინერიის მიმართულებით არაერთ პროექტზე ვმუშაობთ. ჩვენი საექსპერტო კომისია, რომელიც ევროპის მასშტაბით თანამშრომლობს, დაინტერესებულია საერთაშორისო პროექტებში ტექნიკური უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის ნიჭიერი სტუდენტები და კურსდამთავრებულები მოიზიდოს. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ჩვენი წარმატებული პროექტი არის მწვანე და აგროსტიპენდიები. ამ მიმართულებით შესაბამისად ჩვენთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება. ტექნიკური უნივერსიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებს მიიქცეთ არა მხოლოდ კარგი აკადემიური განათლება, არამედ მათ დავეხმაროთ წინსვლასა და კარიერულ განვითარებაში, რასაც ემსახურება ჩვენი სამსახური და დღევანდელი დასაქმების კვირეული. საქართველოში პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს. ღონისძიებაში 17 ქვეყნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობს. გაიმართება პრეზენტაციები, სემინარები, პანელური დისკუსიები და გამოფენები. გამოვიდნენ ისეთი ცნობილი ექსპერტები, საერთაშორისო ცნობილი ექსპერტები, რომლებმაც წარმოადგენთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება პროფესიულ განათლებაში. აღნიშნული კვირეული გასტანს 4 დღეს და მოიცავს სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეხვედრებს, ვორქშოპებს. აღნიშნული კვირეული არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია მოხდეს. დაუახლოვდეთ საერთაშორისო განათლების სტანდარტებს. ჩვენი სამინისტროსთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს პროფესიული განათლება, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს მოკლევადაში დაეუფლონ შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და შეძლონ, რომ კვალიფიციური სამუშაო ძალის სახით ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. დღეისათვის პროფესიული განათლების ქართული სისტემა ნამდვილად მზად არის ინტერნაციონალიზაციისთვის, საერთაშორისო პარტნიორობებში ჩართვისათვის და დღევანდელი კვირეული ამ შესაძლებლობებს ნამდვილად იძლევა. საქართველოს პროფესიული უნარების სააგენტოსთან დიდი ხანია წარმატებით ვთანამშრომლობთ. ეს არის დაკავშირების და თანამშრომლობის საუკეთესო საშუალება. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან წარმატებული, რადგან საქართველო და ევროპა კიდევ უფრო უახლოვდება ერთმანეთს. სენაკში მეორე ქვეით ბრიგადაში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ, მათ ქვედანაყოფში ვიზიტის სურვილი თავად გამოთქვეს. ერთი დღე ჯარში პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ჯარისკაცებთან გასაუბრების, მათი ცხოვრების წესისა და ყოველდღიურობის გაცნობის გარდა ინფრასტრუქტურის, საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების სისტემის ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმის დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ. ახალგაზრდებმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას გმირთა მემორიალთან პატივი მიაგეს. მოვინახულეთ მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი, ვნახეთ საცხოვრობენ, როგორ ცხოვრობენ, როგორ პირობებში უწევთ მათ ცხოვრება და ბოლოს დავასრულეთ დღე იმით, რომ ვნახეთ შეიარაღება როგორი აქვთ მათ, რა აღჭურვილობით სარგებლობენ და ასე შემდეგ და მადლობა მათ სტუმარ მასპინძლობისთვის. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მემორიალს.
გაეცნენ მეორე ქვეითი ბრიგადის ინფრასტრუქტურას, ასევე საცხოვრებელ პირობებს, შეარაღების სისტემებსა და საბრძოლო ტექნიკას. ეთერში რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის ქრონიკა პირდაპირ ეთერში 16 საათზე ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.